Დღევანდელი აქცია არის სიმბოლური, ჩვენ გამოვედით და მგონი ყველა ესე იქცევა საქართველოს მასშტაბით, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, ის რაც თაობებმა ბრძოლით მოიტანეს დღევანდელ დღემდე და ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ ევროპულ სივრცესთან და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც კი მივიღეთ სამწუხაროდ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით ამ ყველაფერს ექმნება პრობლემა და ვდგებით იმ საფრთხის წინაშე, რომ ყველა ცივილიზებული სამყარო ყოველდღურად წყვეტ საქართველოსთან ურთიერთობას და ეს საბოლოო ჯამში ჩემი აზრით მიგვიყვანს ბელარუსიზაციასთან და ჩვენ აღმოჩნდებით იზოლირებული და შესაბამისად იმიტომ ვასწავლეთ ამ ბავშვებს ისტორიას, რომ ისტორიის ის გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია რეალობაში არის საჭირო, რომ ამ ყველაფერს მოუფრთხილდეთ, დავიცვათ და მომავალ თაობას გქონდეს უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე ჩვენ გვქონდა და ვიდრე დღეს არსებობს. სულხან, ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში წარმოადგენდით მმართველ გუნდს და ალბათ თქვენი ნათქვამი ახლა იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ახლა რასაც ქართული ოცნება ქართულ საზოგადოებას უკეთებს, ეს რა შეჯდება და რა შეფასება შეგიძლია გააკეთოთ თქვენ? 2012 წელს აღნიშნული ცვლილება მთელმა საქართველომ დაუჭირა მხარი და მე როდესაც ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე, ბუნებრივია ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო, იმიტომ რომ ვიყავი კოალიციური საკრებულოს თავმჯდომარე და ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, თუნდაც მუნიციპალურ დონეზე, როგორ შეუძლია განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს იზრუნონ ერთ კონკრეტულ მიზნისაკენ. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რა ვიცი, ამას ახლა ლოგიკური ახსნა არ აქვს თუ რა ვითარებაში ვართ, იმიტომ რომ ცალსახად ხედავთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება არის აშკარად ანტიევროპული, რაც რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ 2 საუკუნეა ჩვენი წინაპრები იბრძვიან ამ სივრცისგან გამოსაყოფად და იბრძვიან და იბრძოდნენ ჩვენი დამოუკიდებლობას.